რამე ჭამს ჩემს ეზოს აუზში ყველა თევს და დღეს ვაპირებ გავიგო რა არის ეს და ყველაფერს გავაკეთებ რომ დავიჭირო და მოვიშორო. თუ ამას არ გავაკეთებთ, ამ თევზმა შეიძლება ყველაფერი შეჭამოს, რაც აქ ჩაქ-ჩავყარეთ. სლებია აქ თევზებს უშვებ და ამ ეტაპზე შიგნით შეიძლება ყველაფერი იყოს. მაგრამ გონია რომ ერთ-ერთი თევზი ძალიან აგრესიული გახდა და დაიწყო სხვა თევზებზე თავდასხმა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აუზის გარშემო მკვდარი თევზები შევამჩნიეთ და ყველა სხეულიდან ნაწილები აკლია. რაც ნიშნავს რომ 2050 ამ აუზში ბევრი მართლაც იშვიათი თევზია და ბევრი მათგანი აქ ძალიან დიდი გაიზარდა. აქ გიგანტური ლოქოები არიან, დიდი პირანიები და კიდევ მტკნარი წყლის ზვიგენებიც კი. და იმისთვის რომ დღეს ეს რაღაცა დავიჭიროთ, მოვიტანეთ სათევზაო ჯოხები, ბადეები და ბევრი თევზის მახე. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ, ჯერ თევზი უნდა მოვიტყუოთ. ეხლა აქ ბიჭებო, მაქვს ჩემი თევზის საყვარელი საჭმელი და ყველაფერი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ პირდაპირ აუზის შუაგულში უნდა გადავაგდოთ და ყველა თევზი უნდა ამოვიდეს. ძალიან ნერვიულობ ბიჭებო, როგორც კი ამ საჭმელს გადავაგდებ, ყველა თევზი უნდა ამოვიდეს. და როგორც კი ჭამას დაასრულებენ, ვეღარაფრით დავიჭერთ მათ, ასე რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. არა, აი სწორედ ამას გულისხმობდი. ნახეთ, აი, ხედავთ, ნაპირზე მკვდარი თევზი ტივტივებს. ღმერთო ჩემო, აი ამას ვამბობდი ბიჭებო. აქამდე აქ ესეთი რამ არასდროს მინახავს, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის ყოველ მეორე დღეს რომ მოვდიოდი, კიდევ ერთ მკვდარ თევზს ვამჩნევდი, ესე რომ ეს მართლაც უცნაურია. ბიჭებო, არ ვიცი რა ხდება მგონი. მოდით ვნახოთ რომელი თევზია. ღმერთო ჩემო, ეს აროვანაა. შეხედეთ ამას. არა და ის ბევრად უფრო დიდია ბიჭებო, აქ ორი აროვანა იყო, ჩვენ ჩაუშვით ისინი. მაშინ ესეთი პატარაები იყვნენ, ნახეთ რამდენად გაიზარდა. ეს ძალიან სამწუხაროა ბიჭებო. არა, ღმერთო ჩემო, ეს ძალიან სამწუხაროა, შეხედეთ ამას. ეს ჩვენი ერთ-ერთი აროვანაა. ნახეთ რა ლამაზი იყო. არ ვიცი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ეს მოკვდა. ეს მართლა საშინელებაა ბიჭებო, მაგრამ დღეს ეს დასრულდება. დავიგებთ რა აკეთებს ამას და დავიჭერთ. კარგი, ეხლა უნდა ამოვიდნენ, ნახეთ, უკვე ამოდიან, მართლა ვხედავ მათ. ძალიან ნერვიულობ. ბიჭებო, აქ ძალიან დიდი თევზებია. აჰა, ნახეთ, აი ისიც, გამოდიან. ჰო, ხედავ მას. ღმერთო ჩემო, აი ერთ-ერთი ზვიგენიც ბიჭებო, აქ უზარმაზარი ზვიგენია და ეხლა ხან დავინახე. ის ახლახან ამოვიდა საჭმელზე, კარგი ბიჭებო. ეხლა როცა თევზები ჭამენ, დრო ავცადოთ და დავიჭიროთ ისინი. ეხლა პირველი მეთოდი, რომელსაც ვცდით, არის ძველი ნაცნობი ანკესი და ძუა. და თუ ეს არ იმუშავებს, მოგვიწევს ვცადოთ ბადით დაჭერა 200 მონსტრი თევზის მახეების გამოყენება. კარგი ბიჭებო, აქ გვაქვს პური. დავამაგრებთ ანკესზე, მაგრამ უნდა დავფაროთ. იმიტომ რომ ეს თევზები ძალიან ჭკვიანები არიან და თუ ანკესის რომელიმე ნაწილს დაინახავენ, არ შეჭამენ. იქვე არიან, პირდაპირ იქვე არიან. ეხლა ძალიან ნერვიულობ. ეხლა მივდივარ, დაველოდები კიდევ ერთხელ, რომ დავინახო. და მერე ვეცდები პირდაპირ მათ წინ მივაგდო ეს. ნახე, იქვეა, ნახე, ხედავ? ეს დიდი თევზია. აი წავიდა ჩვენი პური. ნახეთ. ეხლა საჭმელს ეძებს, ხედავთ როგორ ტრიალებს მის გარშემო. ნებისმიერ წამს ანკესი შეიძლება გაიწიოს და ეს თევზი ჩვენი იყოს. ღმერთო ჩემო, აიღო. არა, პივში. მე არ ესწრება. ური წაიღო. კარგი ბიჭებო, ცოტა ხნით თევზი ქონდა, მაგრამ ანკესი ამოაგდო, ნახეთ, აი იქ არის. ეს დიდი ალბინოსი პრაკუა და ნამდვილად შეიძლება ის იყოს, ვინც ყველა დანარჩენს ჭამს. ისინი ძალიან აგრესიულები არიან, ესე რომ კიდევ ცადოთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. დავიჭირე, თევზი მყავს. ღმერთო ჩემო. ეს დიდი თევზია. ზუსტად ამას ვეძებდით. ეს გიგანტური ალბინოსი პაკუა. ბიჭებო, ეხლა დავიჭირეთ. მოდის. ღმერთო ჩემო, გაგიჟებულია. შეხედეთ მის ზომას, ბიჭებო, ეს ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით ტბორის მონსტრია. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას. რა ძლიერია. ცდილობ აქვე დავიჭირო. დავიჭირე. დიახ, შეხედეთ ზომას. გამშვიდი მეგობარო, შეხედეთ ამ პაკუს ზომას, ბიჭებო. ეს თევზები გიჟები არიან. ისინი პირანიების ნათესავები არიან და ეს აქ უზარმაზარი გაზრდილა. შეხედეთ მათ კბილებს. დამშვიდი მეგობარო, არ მაგბინო. ნახე, ხედავ იმ კბილებს იქ? შეხედე ამ კბილებს, რა ბასრი აქვს და ეს კბილები. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის ის, ვინც სხვა თევზებს კბენს და კლავს. ესე რომ ეს ნამდვილად კარგია. ჩვენ დავიჭირეთ ის მაშინ, როცა აქ მოვათავსეთ, მაშინ უბრალოდ პატარა იყო, მაგრამ ეხლა აშკარად ბევრად გაიზარდა. კარგი ბიჭებო. ჩვენი პირველი ნადავლი პონდექსდან დღეს ნამდვილად ის თევზია, რომელსაც ვეძებდით. ვიმედოვნებდი, რომ დღეს ამათ დავიჭერდით, რადგან როგორც თქვი, ძალიან აგრესიულები არიან. ასე რომ ჩემი პიკაპის უკანა ნაწილში გვაქვს გამაგრილებელი ყუთი. ჩვენ მას იქ ჩავაგდებთ და შემდეგ ჩემს სახლში დავბრუნდებით, რომ ჩემი სხვა თბორებიდან ერთ-ერთში გადავუშვათ. ეს სიგიჟეა, ბიჭებო, შეხედეთ ამას. ალბინოსი პაკუა, წავიდეთ და ჩავაგდოთ გამაგრილებელში. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას, რა ურჩხულია. და იქ კიდევ ბევრია, მეტი პირანია, ასევე დიდი კატაფიში და მტკნარი წყლის ზვიგენები. და სწორედ მათ ვნადირობ დღეს. ეხლა მივდივართ სწრაფად დავბრუნდეთ ჩემს სახლში და ეს ბიჭი სხვა აუზში გადავიყვანოთ. მერე კი დავბრუნდებით და ვეცდებით კიდევ რამე დავიჭიროთ. შევხვდებით ჩემს სახლში. კარგი ბიჭებო. ეხლა შეგვიძლია ის დავამატოთ საიდუმლო აუზში, შეგვიძლია ოსკარის აუზის დავამატოთ, იქ დიდი მტაცებლების აუზიც გვაქვს. მაგრამ გონია რომ ამ ბიჭისთვის იდეალური ადგილი მაქვს და ეს არის ციხლიდების აუზი.
არ მინდა ამ აუზის ძალიან ბევრი ნაწილი გაჩვენოთ ახლა, რადგან ცოტა ხნის წინ ვიდეო გადავიღეთ და ბევრი თევზი მოიპოვეთ მისთვის. არ მინდა სიურპრიზი გაგიფუჭოთ ახლა. ეს ბიჭი იდეალურად შეეწყობა აქ არსებულ თევზებს, რაც აქამდე ხავს. კარგი, დავიწყოთ ახლა დავამატებთ მას. კარგი დიდო ბიჭო, მიდი ისი ამოვნე შენს ახალ სახლით. ეხლა ძალიან კარგად გამოიყურება იქ. კარგი ბიჭებო, დაბრუნდით პონდაკში. იმედი მაქვს, სხვა თევზები ძალიან არ შეშინდნენ იმის გამო, რომ ერთი დავიჭირე. რადგან როგორც თქვი, აქ კიდევ ბევრია და ჩვენი მიზანია დღეს, რაც შეიძლება მეტი დავიჭიროთ. ასე რომ მოდი ისევ დავამაგროთ სატყუარა ანკეზზე და დავუბრუნდეთ საქმეს. ღმერთო, ჩემო, შეხედეთ. ღმერთო, ეს კიდევ უფრო დიდია. ნახეთ, მოდის, ჩემს პურზეა უკვე. დავიჭირე, თევზი ანკეზზეა, მზად ვარ. 3, 2, 1, დავიჭირე. ღმერთო, ეს კიდევ უფრო დიდია. არა, ნახეს? გონი გამაწყვიტა. ღმერთო, ჩემო, მართლა გამაწყვიტა. ხო, ეს კარგი არ არის. ეხლა რაღაც დიდი დავიჭირეთ იქვე, არ ვიცი, ზვიგენი იყო, პირანია თუ დიდი ლოქო. წარმოდგენა არ მოქვს. არ მინახავს. ღმერთო, ჩემო, აი იქ არის. მოიცადე, მგონი იგივე თევზია. ეხლავე ავირე ბადეს, უცდით და ბადით დავიჭერთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ აქ თევზის მახეს დავტოვებთ დაახლოებით 24 საათით. შეიძლება ასე დავიჭიროთ ბიჭებო, მაგრამ აქ კიდევ არიან მონსტრები. და ეხლა ბადით ვცდით და ვნახავთ თუ რამეს დავიჭერთ. ბიჭებო, უკვე გვაქვს ჩვენი ბადე, მართალია ბადის სროლაში საუკეთესო არ ვარ, მაგრამ მაინც ვცდით. შუაში ყველა თევზი ჩანს. მოდი ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მათ დაჭენას. არ არის ცუდი. ღმერთო ჩემო, რაღაცას უგრძნობ, რაღაც დიდს. ნახე? ეს რა არის? რა იქნება თუ ვერ შევძლებთ? რამე დავიჭირეთ? ღმერთო ჩემო, ეს ბასიაოა. პატარა დიდპირა ბასი დავიჭირეთ, ეს ძალიან მაგარია ბიჭებო. მეც მინდა ეს პატარა თევზი. და ბევრი პატარა ლურჯ-პარპლიანი ლიფსიტა. ეს არის მთავარი საკვები წყარო აქ და სწორედ ამიტომ ყველა თევზი რომელსაც აქ ვაკ, ეხლა ამ ბიჭებს უკან დავაბრუნებთ და ბასსაც უკან დავაბრუნებთ. არ გვინდა დავიტოვოთ, მაგარია, კარგადაა. აქვე. ნახე, რაღაც დიდი დავინახე. ღმერთო, ზუსტად იქ იყო. ღმერთო, დავიჭირე. რა არის ეს? რამდენიმე პატარა ლურჯ-პარპლიანი დავიჭირეთ, რაღაც დიდი დავინახე აქ, იმედი მაქვს არ გაიქცა. აქ არის. ღმერთო ჩემო, არ მჯერა, ნახეთ ეს. ეს აქ არის წითელკუდიანი გიგანტური გურამი. აქ ბევრი გურამი ყავს, მართლაც დიდი ზომისები. ეს სინამდვილეში ძალიან პატარაა დანარჩენებთან შედარებით, მაგრამ კარგია, რომ კარგადაა. ჩვენ ჩავაგდებთ მას ვედროში, იმიტომ რომ ქთუმის კუდს დააკვირდებით, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ. ყველა თევზს, რომელსაც პოულობ, მკვდარს, სხეულიდან ნაჭრები აკლია. ასე რომ მას რაღაც ერჩოდა. ჩვენ დავეხმარებით. ჩავაგდებთ ვედროში. და სანამ გავიგეთ რა აგრესიული თევზია ეს, ალბათ ყველა თევზს ჩემთან სახლში წავიყვანთ. მოდი ეს ბიჭი ჩავაგდოთ ვედროში. ეს ძალიან მაგარია. აი იქ არიან პირდაპირ საჭმელთან, ნახე? ეხლავე ამოდიან. კარგი, უნდა მივიდე იქ. კარგი, ღმერთო ჩემო, რაღაც დიდი მოხდა. მოდი რამე კარგი მომეცი. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ნახეთ ეს, ხალხო, ეს ვაჰაუ, ციხლიდია. ღმერთო ჩემო, რა ლამაზია, ნახეთ ეს. Right, კიდევს, and that is them. Father, მაგრამ სტუგეთევ pairs მთევზი. ხარა ხალხო, ნახეთ ეს, კიდევ ერთი მკვდარი თევზი დავინახე აქ კუთხეში. ჰარც კი მინდა უყურო. მოიცადეთ, აი ჩემი ალბინოსი ლოქოა აქვე. გთხოვთ, ნუ მეტყვით რომ ისიც მკვდარია. არა, ღმერთო ჩემო, ისინი მკვდრები არიან, ხალხო. ეხლა კიდევ ორი მკვდარი თევზი ვიპოვით. მართლა ძალიან გაბრაზებული ვარ. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან სამწუხაროა, ხალხო. ეს აქ არის პატარა აზიური წითელკუდა ლოქო. მე ის აქ დაახლოებით 2 თვის წინ ჩაუშვი და იმედი მქონდა რომ ძალიან დიდი გაიზრდებოდა. ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი. და ის მკვდარია. ეს ცუდია. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზი იყო, ხალხო. და მე ეს ბიჭი, ეს რა არის საერთოდ? ანუ რას ვამობ, ეს რა არის? არც კი ვიცი რა სახეობის თევზია ეს, მე ეს აქ არ ჩამიდია, მაგრამ მკვდარია. ვერ გადარჩა ხალხო. არანაირი წარმოდგენა არ მაქვს რა არის ეს, ან საიდან მოვიდა. თუ თქვენ იცით, მითხარით, მაგრამ ეს კარგი არ არის ხალხო. როგორც ხედავთ, აქ ბევრი პატარა თევზია. და ჩანს რომ ყველა მათგანს ეს თევზი ესხმის თავს. ასე რომ ვფიქრობ, რასაც გავაკეთებთ, ჩვენ მივდივართ რომ ჩვენი თევზის მახეები დავდგათ იქ და ასევე პატარა თევზის მახესაც გამოვიყენებთ. იმ იმედით რომ შევძლეთ ამ სხვა თევზების დაჭერას და მათ გამოყვანას მანამდე სანამ დაიხოცებიან. კარგი ბიჭებო, აქ არის ჩვენი მინი თევზის მახე, ამას გამოვიყენებთ პატარა თევზების დასაჭერად. ვფიქრობ, სწორედ აქ ამ მილთან წინ დავდგამთ მას. იმიტომ რომ იქ ქვემოთ ბევრი თევზი ჩანს, მოდი დავამაგროთ სათქო არა ტილაპით, თელ მახეს ჩავდებთ შიგნით. ბუმ, ამით ბევრი თევზი უნდა დავიჭიროთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, ასე რომ დავიწყოთ. ჩავდივარ აქ ღრმა ნაწილში, უბრალოდ ჩავდებ. ეს რა ჯანდაბა? ღმერთო ჩემო, იქ ქვემოთ დიდი თევზია. ეხლავე ავიღებ ბადეს ბიჭებო, რაღაც უზარმაზარია იქ. ნახეთ, აი ხედავთ მას? ღმერთო ვიძირები, იესო ქრისტე. გონი დავიჭირე მაინც. აი აქა, ეს პატარა ოსკარია. გონი კი, მაგრამ ეს ნამდვილად ის არ არის, რაც დავინახე. ის რაც დავინახე, ბევრადად დიდი იყო, მაგრამ ეს აქ პატარა ოსკარია. უბრალოდ ფონდექსში დავაბრუნებთ. ნახონდის მეგობარო. ეს ის არ იყო, რასაც ვეძებდით. ღმერთო ჩემო, შეხედე ამას. ხედავ ამას? აქვეა, ქვემოთ. რაც არ უნდა იყოს, ეს უნდა დავიჭირო ბიჭებო, ეს რაღაცა უზარმაზარია.
ღმერთო ჩემო, დავიჭირე. ღმერთო დიდებულო. შეხედეთ ამ უზარმაზარი კალათუნას ზომას. ღმერთო ჩემო, ეს ორვინია. ღმერთო ჩემო. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ თევზთან. მას შეუძლია თითი მოგაჭრას, სერიოზულად ვამბობ, არ ხუმრობ. თუ აქ თითს ჩავდებ და ის თავის პატარა ფარფლს დახურავს, თითს შუაზე გამიჭრის. შეხედეთ, მის ეკლებს მთელ სხეულზე. არ გინდათ ამ თევზთან შეხლა შემოხლა, ნამდვილად შეიძლება სწორედ ეს აკეთებდეს ამას თევზებთან. აუ, ღმერთო, მართლა თითის მოჭრას მიპირებს. წარმოიდგინეთ, რას უზამდა პატარა თევზს. ასე რომ, ბოლო ვიდეოში აუზი X-ზე ჩვენ რეალურად ერთ-ერთი მათი ნაშიერი დავიჭირეთ. აქ რამდენიმე ესეთი თევზი ყავს და ისინი რეალურად მრავლდებიან. იმ შემთხვევისთვის, თუ ეს არის თევზი, რომელიც ყველა სხვას ესხმის თავს. ჩვენ მას აქედან გამოვიყვანთ, ეხლა ვაპირებთ ვედროში ჩავდოთ. ნახეთ რა მაგარია. დიდი ერვინის ლოქოა. მოусმინეთ მას. კარგი, აი ესე ერვინის ლოქო ვედროში გადადის. დამშვიდდი ღმერთო ჩემო, დამშვიდდი. ეს არსება პირდაპირ ჯავშნის ფირფიტას გავს. ეს სიგიჟეა. კარგი, დავბრუნდეთ, დავდგათ ჩვენი პატარა თევზის მახე, შემდეგ კი დავდგამ ჩვენს გიგანტური თევზის მახეებს და დავტოვებთ სრულად 24 საათით. და თუ ესეც ვერ დაიჭერს ამ მონსტრ თევზს, არ ვიცი კიდევ რა შეძლებს ამას. კარგი, აი ჩვენი თევზის მახე პირდაპირ შუაში ჩავაგდეთ და ეხლა შევამჩნიე კიდეც. მაგრამ თუ მეორე მხარეს გადახედავთ ნაპირს, იქ სინამდვილეში არის ტალახის ხრელი, რომელიც ალბათ პლეკომ ამოთხარა. მოდით წავიდეთ, შევამოწმოთ და ვნახოთ, არის თუ არა რამე შიგნით. შეხედეთ წყალს, ნახეთ როგორ მოძრაობს წყალი. თითქმის დარწმუნებული ვარ, თევზი დავინახე შიგნით. ეს ცოტა საშიშია. დღეს ამის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ხედავ, მოიცადე, ნახე იქვე. პირდაპირ ხედავ მის კუც. ეს რა არის? ეხლა უფრო შორს წავიდა. აი მოდის, ნახე ეს ის არის, აქვეა. ეხლა დავიჭერ. აუ, ღმერთო ჩემო. შეხედე რა ზომისა ეს რაფაელის ლოქო. ეხლა ეს თევზები ძალიან გვანან იმ ურვინის, რომელიც ახლახან დავიჭირეთ, მაგრამ ეს სხვა სახეობაა. და აქაც ბევრი ყავს. ყველგან პატარები არიან და ეს ერთი ძალიან დიდი გაზრდილა. ეს მართლა მაგარია, მაგრამ ხო ეს მართლა მაგარი თევზია ტალახის ორმოდან. მაინტერესებს კიდევ რამე თუ არის? ღმერთო, ეს მართლა საშიშია. კარ ვიცი რა, მგონი მეყო ეხლა ეგ რაც არ უნდა იყოს ის მონსტრი, რომელიც ჩემს თევზებს ჭამდა. ის ძალიან ძლიერი იყო ანკესისთვის და ძალიან ჭკვიანი იყო ბადისთვის. ასე რომ ეხლა ერთადერთი რაც დამშა მოსასინჯად, ჩემი მონსტრი თევზის მახეებია. კარგი ბიჭებო, გვაქვს ჩვენი მონსტრი თევზის მახეები. ეხლა წვიმა იწყება, მაგრამ დავამაგრეთ სატყუარებს და დავტოვებთ აქ 24 საათით. ღმერთო ჩემო. ნახეთ, აი იქ. სად არის ჩემი ბადე? აქ უზარმაზარი ალბინოსი თევზებია. დავიჭირე. შეხედეთ ამას, ღმერთო ჩემო. ეს გიგანტური გურამია, ღმერთო ჩემო. წვიმა ძლიერად მოდის. ღმერთო ჩემო, ნახე რა დიდი არის. ეს აქ არის გიგანტური გურამი. როგორც ხედავთ, ძლიერად წვიმს. კარგი, კულისებში ბევრი ბრძოლა იყო. მთელი დღე წვიმს, მაგრამ ეს ღირს. ჩვენ ვიჭერთ ძალიან უცნაურ თევზებს. ეს ძალიან მაგარია. ის უზარმაზარია, ის ძალიან ლამაზია. ღმერთო ჩემო. შეხედეთ თავს, ნახეთ რა ლამაზია ის გურამი. ეს ძალიან მაგარია. ბიჭებო, კარგი, ჩვენ არ დავიტოვებთ მას. აქ კარგად გრძნობს თავს, ამიტომ ისევ ტბაში დავაბრუნებთ. მაგრამ ძალიან მაგარია მისი ნახვა, შესანიშნავადაა. ასე რომ ნახვამდის. ეს ძალიან მაგარია. კარგი ბიჭებო, ეხლა დროა რომ ჩვენი ორი თევზის მახე დავიტვირთოთ. თითოეულისთვის 3 ნაჭერი ტილაპია გვაქვს. აი პირველი თევზის მახისთვის სატყუარა შევაგდეთ და აი მეორე მახისთვისაც. ბიჭებო, ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მაინტერესებს რას დავიჭერთ ამათში. მოდით ჩავუშვათ ის ტბაში, რადგან ეხლა დიდ თევზებზე ვნადირობთ. ამ მახეებს ტბის შუაგუნში გადავაგდებთ. ერთს აქ გადავაგდებთ, მეორეს კი იქ. ღმერთო, როგორ უნდა მოვიღო ეგ? ზუსტად იქა, იდეალურია. ეხლა მეორე გვაქვს, შორს აღარ გადავაგდებ, სადღაც აქვე გადავაგდებ, ასე უკეთესად ჩანს. მაგრამ სანამ ველოდებით, ერთი იდეა მაქვს. კიდევ ერთი ნემსკავი მივაბი და ერთი ნაჭერი ტილაპია შევინახე ჩემთვის. ეხლა რადგან დიდი მტაცებელი თევზებისთვის ნადირობთ, ცხადია ტილაპია უფრო მოეწონებათ. ასე რომ ცოტას ნემსკავზე წამოვაცვამთ. გადავაგდოთ შუაში და ვნახოთ, რამეს დავიჭერთ თუ არა და ვინიც ის იქნებს სწორედ ის თევზი დავიჭიროთ, რომელსაც ვეძებთ. და აი ასე უკვე მზად ვართ. ვიმედოვნებ, ამჯერად არაფერი გაგთვეთს. ბუმ, და ეხლა წვიმაში უნდა დაველოდოთ. უბრალოდ აქ დავსხლებით. 30 წუთი ველოდეთ და ჯერ კიდევ არაფერი გვიკვბენია. ისეთ ცივა, იმედია ამად ღირდა. სჯობს რამე დავიჭიროთ. ნახდება, მოიცა, საწავიდა ჩემი ტილაპია. რაღაცა მოიპარა. ისე ეს საკმაოდ კარგი ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაცა ჩვენ სატყუარას ჭამს. კარგი, მეორე რაუნდი. წავედით. ბუმ. იგივე ადგილი, როგორც წინა ჯერზე. ვიცით, რომ იქ თევზია. ნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. თევზის მახეების დადებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში უკვე შევამჩნიეთ, რომ თევზები შიგნით შედიოდნენ. ამ წუთას პაკუ პირდაპირ თევზის მახის შესასვლელთანაა. ხო, შეგიძლიათ ნახოთ, აი იქ არის. ეხლა ხან პირდაპირ ჩვენს მახეს ჩაუარა. ღმერთო ჩემო, თევზი მყავს. რაღაც მიკაჩავს ანკეს. ჩავარტყა? ღმერთო ჩემო, რა ხდება? ეს ხო კოია. შეხედე ამას. ღმერთო ჩემო, შეხედე ამ კოის. მოდით აქ, მეგობრებო. მოდი აქ, მეგობარო. გამარჯობა. თქო, არ წახვიდე. ღმერთო ჩემო, ეს კოი რა ლამაზია. არა.
მე თევზის მახეში შევდიოდი. ღმერთო ჩემო, გაიქცა. სად არის ჩემი ბადე? არ ვიცი, სად წავიდა ის ქოი. ბიჭებო, უკვე კაუჩზე ყავდა წამოგებული. თითქმის დავიჭირე, ეხლა ბადეს გადავაგდებთ და ნახოთ, ესე თუ დავიჭერთ. კარგი, შეიძლება გამოვიდეს. მერთო ჩემო, ნახეთ, აიქა. მერთო გამოგვივიდა. გვისხლტება. არა, დავიჭირე. ნახეთ, ეს პაკუა. ღმერთო ჩემო. დიახ, საერთოდ არ ვცდილობდი მის დაჭერას. არც ვიცოდი რომ იქ იყო. ვერც კი წარმოიდგენ რა გაუმართლა ახლა. არც კი ვიცოდი რომ იქ იყო. ღმერთო ჩემო, ეს უზარმაზარია. წავედით. ეხლა ხან გადავაგდეთ ბადე და დავიჭირეთ. კარგი, ამბიც ნამდვილად წავიყვან ჩემს სახლში. ჩავშვებთ აუზში იმ პიროვთან ერთად, რომელიც დავიჭირეთ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ვერ ვიჯერებ. მაინც მინდა ისკოი. ესე რომ დაუბრუნდებიდი და ვეცდებით ისიც დავიჭიროთ. კარგი, უნდა ჩავეხუტო. კარგი, მზად ვარ წასასვლელად. მოდით ვნახოთ ეს მარგალიტივით თეთრი კბილები. ეს რაღაც გიჟურია. კარგი, დიდო ბიჭო, მიდი. ეს რაღაც უზარმაზარია. ეს ბევრად დიდია ვიდრე პირველი. კარგი ბიჭებო, კიდევ ერთი სატყუ არა გვაქვს შუაში. არც კი ვიცი რა ხდება ახლა, მაგრამ ეს გიჟურია. მაგრამ ხო, ეხლა უბრალოდ ლოდინის დროა. და ამის შემდეგ მალე მეორე კბენა მივიღეთ. შეხედეთ ჩემს ძუას ეხლა. შეხედეთ, მიდის. ეს ნიშნავს რომ თევზი წამოგვედგა. მოდი ვნახოთ რა გვყავს. 3, 2, 1. ღმერთო ჩემო. ეს პატარა ოსკარია. უბრალოდ პატარა ოსკარი. ღმერთო ჩემო, რა ლამაზია. ღმერთო ჩემო. ეს ყველაზე ლამაზია, რაც აქედან დაგუჭერია. ვაუ, აქ ნახეთ, შეხედეთ ამას ბიჭებო. როგორც ყველა სხვა თევზს, მასაც აქვს ნაკბენი ლაქები ფარფლებზე. ღმერთო ჩემო, შეხედეთ მის თვალს. ერთი თვალი ალიაკლია. ასე რომ ეს თევზი ალბათ აქ დაიბადა. რადგან აქ ერთ თვალება ოსკარი არასდროს ჩამიყვანია, ჩვენ ახლა დავიჭირეთ ერთ თვალება ოსკარი. ნახეთ, აქ აქვს თვალი, აქ კი არა. ეს ძალიან უცნაურად გამოიყურება. დაწერეთ კომენტარებში სახელი ამ ბიჭისთვის. ჩვენ დავიტოვებთ მას და ის ოსკარების არმიას შევერთდება. მოდი ჩავდოთ ვედროში. კარგი, წავიდა. ახლა ხან შენს უკან კოი დავინახე. სად? სულ კუთხეში, ახლა ხან გამოჩნდა იქ. კარგი, იქ მივდივართ. ახლავე, ავიღოთ სასროლი ბადე. წადი. ხედავ მას. გამოგეპარა. ნამდვილად გამიცდა. კარგი, ვეღარ ხედავთ მას ბიჭებო. ქოი გაქრა. ჩადით კომენტარებში და ალაიქეთ და მითხარით უნდა დაუბრუნდეთ თუ არა და ვცადოთ მისი დაჭერა. ეს იყო ნამდვილად ყველაზე ლამაზი კოი, რაც კი ოდესმე მინახავს. მაგრამ ეხლა კიდევ ერთ სატყუარას გადავაგდებთ შუაში და ვნახავთ რას დავიჭერთ. აი ესე ტილაპიის დარჩენილი ნაწილი უკვე კაუჩზეა. შეხედეთ ამ სატყუარას ზომას. თუ რამეს დავიჭერთ, დიდი იქნება. კი, ამაზე კარგი რძნობა მაქვს. შეხედე მოძრაობს. კი, ნამდვილად თევზი გყავს. კარგი, ამაზე ვდგები. ჩემი სათევზაო ძუა სულ იქითაა. კი გადავაგდე. ღმერთო ჩემო, შეხედე იქ, სულ შუაშია. რა არის ეს? არ არსებობს რომ ამას ხედავ. შეხედე, ეს პატარა წითელკუდა ლოქოა. არ უნდა დავკარბოთ ეს ბიჭი. მოდი, ამოდი აქ. დიახ, წითელკუდა ლოქო დავიჭირეთ. შეხედე ამას. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. მოусმინე მას. არ ველოდი რომ წითელკუდა ლოკოს დავიჭერდი. ბიჭებო, აქ ბევრი წითელკუდაა. ღმერთო ჩემო, მოусმინეთ მას. სინამდვილეში ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პატარაა, რაც აქ ყავს. ბევრი ყავს და ზოგი ძალიან დიდია უკვე. მოდი, ამოვიღოთ კავი შენგან, ძმაო. კარგი, აი კავი, კარგი ძმაო. თუ აქ მის ფარფლებს დააკვირდებით, ბიჭებო, ზუსტად როგორც სხვა თევზებს, მასაც დახეული აქვს. ძმაო, რა დაგემართა? ვინ გიკეთებს ამას, გითხარი? არის ამბიცას ჩავამატებთ ვედროში და ეხა სახში წავალთ ყველა იმ თევზით, რომელიც X-ის აუზიდან დავიჭიეთ და მათ დროებით სათხოვრომლებში გადავიყვანთ. და მე ხვალ ისევ გნახავთ, როცა ამ მონსტრ თევზის მახეებს შევამოწმებთ. ისევ ჩემს სახში გნახავთ. სახლში დაბრუნდით და კონტეინერი სავსეა თევზებით. ეხლა მათ ჩემს ეზოში სხვადასხვა ტბებში ჩაუშვებთ. აი წავედით ღმერთო. ეხლა შხეფების ზონაში ხარ. ჰელენ, ეს მეორეა X-ის აუზიდან ამ ვიდეოსთვის. ღმერთო, ეხლა მას ციკლიდების აუზში ჩაუშვებთ. ხედავ დიდ ბიჭს? ღმერთო, შეხედე როგორაა შიგნით. აი როგორ სიამოვნებს. აი ორივე ერთად არიან გვერდ. ძალიან კარგად გამოიყურებიან. ბოდიში წვიმისთვის, სხვადასხვის, უკვე 3 დღეა უწყვეტად წვიმს. კარგი. მეორე თევზია ეს ბიჭი, ჩვენი გიგანტური ირვინის კატვიში და ეხლა მას და პატარა წითელკუდას წინა აუზში დავამატებთ. გთხოვ, არ მატკინო. ღმერთო, ხო გითხარი არ მატკინო, მიდი შედი შიგნით. და აქვე ყავს ჩვენი პატარა წითელკუდა, ალბათ უკვე 10-ზე მეტი ყავს. აი წავიდა. კი, კარგი ბიჭია, ხო? კინა რამ დამავიცლა ეს ბიჭები. ყავს ჩვენი პატარა წითელკუდა, გიგანტური გარამი და რაფაელის კატაფიში. ეხლა დროებით საკარანტინო აუზში დავამატებთ. აი წავიდნენ. კიდევ ერთი თევზი ყავს და შეიძლება ეს დღევანდელიდან ჩემი საყვარელი იყოს. და ეს არის ეს ბიჭი, ჩვენი ერთთვალა ოსკარი და ეხლა მას ოსკარის არმიას შევუერთებთ. ნახვამდის მეგობარო. როგორ მაგრად გამოიყურება. კარგი ბიჭებო, ეს არის ყველა თევზი, რომელიც აქამდე დავიჭირეთ. ეხლა ყველა ჩვენი თევზის მახე გვაქვს და მათ სრულად 24 საათით ვტოვებთ. ასე რომ, მგონი ხვალ ამავე დროს ისევ გნახავთ და იმედია წვიმა აღარ იქნება. კი, ისევ წვიმს, ისევ ფონდიქსზე ვართ ბიჭებო. თელი დღე გავიდა და ერთი თევზის მახე იქ გვაქვს. ერთი თევზის მახე აქ გვაქვს.
და კიდევ პატარა მახე მეორე მხარეს. გადასმას ვაპირებთ ტბის მეორე მხარეს და ჯერ პატარა მახეს შევამოწმებთ. ნახოთ რა დავიჭირეთ იქ. აი, მივედით. ეს იქ არის გიგანტური გურამი. და მგონი, კოი, ასე რომ მგონია ეს ნიშნავს, რომ ისინი თევზის მახეში არ არიან. აქვე გვაქვს ვედრო. მოდი ავავსოთ. აი ესე. ნახოთ. იქ ქვემოთ თევზებს ხედავ. მართლა ვხედავ მათ. მოდი რამე კარგს მომეცი ძმაო. კი, მახეს აქვს ხვრელები. ნახე, ან რაღაცამ გზა გაიკაფა და გამოვიდა, ან გზა გაიკაფა და შეიკაფა და შევიდა. თუმცა მგონი მნიშვნელობა არ აქვს. ნახე, რამდენი თევზი დავიჭირეთ, კარგი? მოდი ვნახოთ რა დავიჭირეთ აქ. ღმერთო, შეხედე ამ თევზის ზომას. კი, 2 დავიჭირეთ. პატარა ფლანკო. და ეს აქ არის ვერცხლის $, რაც მართლა მაგარია. კარგი, აი წავიდნენ, კიდევ რა არის? არ არსებობს. ნახე, ეს პატარა გურამია. ღმერთო ჩემო, მასაც ჩავამატებთ ვედროში. ეს რა არის? ეს რაღა? რაღაც სახის ციკლიდია? არ ვიცი. პატარა ოსკარი. როგორც ვიცით, ფონდიქსი ოსკარებითაა გადაჭედილი. კიდევ ვინმე? ღმერთო ჩემო, ჰელენ, შეხედე ამას. ეს ძალიან მაგარია. ეს ალბათ ალბინოსი პლეკოსების გამრავლების ცხვილია. ამას სულ ვიჭერთ წლების განმავლობაში. რამდენიმე აქ ჩაუშვი და ესენი ნამდვილად სრულად გაზრდილი მოზრდილები არიან და აშკარად აქ მრავლდებიან. ნახე რა საოცარია. ღმერთო ჩემო, 2 არიან. რა მაგარია. ნახე ეს. კიდევ 2 თევზი დავიჭირეთ. შეხედე იმ მზის ლოქოს ზომას. ის ძალიან ლამაზია, არ მჯერა. მასაც 1 თვალი აქვს. რა ხდება აუზიქსში? კარგი, აი წავიდა. და ეს ბიჭიც კიდევ ერთი შემთხვევითი ციკლიდი და მგონი ეს არის ყველაფერი. პირველი თევზის მახისთვის ნახეთ ჩვენი ნადავლი, ბევრი თევზი დავიჭირეთ იქ. ეხლა დროა გავიგოთ, დავიჭირეთ თუ არა მონსტრი, რომელიც აქ აუზიქსში ყველა თევზს კლავდა და ანადგურებდა. ვცდილობ გადავწყვიტო, ჯერ ის მახე ავიღოთ თუ ავარჩიოთ. ღმერთო ჩემო. კარგი, ჯერ ამას ავიღებთ. ნახეთ, იქ უზარმაზარი თევზია. ეს რა არის? ეს გურამია? მოიცადე, ჩვენ ხო უკვე ვნახეთ გურამი, ნახეთ რა დიდია. თელ მახეში ეტევა. ღმერთო ჩემო, ეს გიგანტური გურამია. არ მგონია რომ ეს იგივეა. პაკუც დავიჭირეთ. არ არსებობს, ეს რა დიდია. ეს იმაზე დიდია, ხო ასეა? მგონია ეს სხვანაირია, იმიტომ რომ მეორეს ბევრად უფრო წითელი თავი ქონდა. ღმერთო ჩემო. ეხლა მეორე გიგანტური გურამი დავიჭირეთ აქედან, აი ისიც. შეხედე ამას, რა ნადირიაო. დიახ, ეს ნამდვილად სხვა, ეს ბევრად უფრო დიდია და სინამდვილეში ძალიან ლამაზია. ასე რომ შეიძლება საბოლოოდ დავიტოვოთ. და აქვე, ჩვენ სინამდვილეში წითელ-მუცელა პაკუ ყავს. ეს ბიჭი ისეთი დიდი არაა, როგორც ალბინო, ასე რომ პონდაკში დავაბრუნეთ, რომ გაიზარდოს. ნახონდის მეგობარო, ის უკვე სრულად გაზრდილია. ეს მაქსიმალური ზომაა, რაც შეიძლება გაიზარდონ, ასე რომ მგონი ამ ბიჭს სახში წავიყვანთ. კარგი, აი ჩავუშვით ტაშში. ღმერთო ჩემო, რა დიდია. კარგი, ეს იყო ძალიან წარმატებული პირველი მონსტრი, თევზის მახე, თუმცა ეს ზუსტად ის არ არის, რასაც ვეძებთ. გიგანტური გურამი და პატარა პაკუ მართლაც ძალიან მაგარია, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია დავიჭიროთ ის თევზი, რომელიც დანარჩენ თევზებს აშინებს. ჩვენ იმედს ვამყარებთ ამ ბოლო თევზის მახეზე, რომ გამოვიყვანოთ ის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი თევზები ისევ გააგრძელებენ გაუჩინარებას და მათ შეჭამს ის, ვინც იქ არის. წავედით ბიჭებო, მივდივართ, ვამოწმებთ ბოლო თევზის მახეს, ჩავდივართ იქ და ალაიქეთ წარმატებისთვის. ნახოთ. კარგი, ცოტა ნერვიულობ. ეს ცოტა უფრო შორსაა, ესე რომ იმედი აქ არ დამესმებიან თავს. კარგი, თოკი დავიჭირე. ნახე ეს. რა არის იმ მახეში? ნახე ბუშტები. ღმერთო ჩემო, ეს საშიშია. ეს რა იყო? არაფერია, ღმერთო. ეს ზვიგენია, გეფიცები. ეს ნამდვილად ზვიგენია. აი ისა. ღმერთო ჩემო, დავიჭირეთ, უზარმაზარია. ხარხ. ეს იყო ჩვენი მიზანი, ამას ვეძებდით. ეს არის უზარმაზარი მტკნარი წყლის ზვიგენი, რომელიც აქ არის. რა მძიმეა. ღმერთო ჩემო, ძმაო, იქ კიდევ ერთი წითელყუდა თევზია, შეხედე ამას. თავიდან ვერც კი შევამჩნიე. ეს მართლა სიგიჟეა, ბიჭებო. ეს არის ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ზვიგენი, რაც კიოდესმე დამიჭერია. უნდა ვცადოთ და გამოვიყვანოთ. შეხედეთ ამ ურჩხულს. აქ კარგად იკვებებოდა. ალბათ ყველა სხვა თევზს ჭამდა. ბოდის დავიჭირეთ, გამოვიყვანეთ. ღმერთო ჩემო, ეს უბრალოდ უზარმაზარია. შეხედეთ იმ არსებას. ეს მტკნარი წყლის ზვიგენია და მართლაც გიგანტურია. მისი ფარფლები თითქოს ცოტა დაზიანდა მახეში, მაგრამ ეს ნორმალურია, ბიჭებო. ამას ვერ აიცილებ. ამ ბიჭს სწრაფად გადავიყვანთ ჩემი სატვირთოს უკანა ტაშში და მე იმ წითელყუდას წამოსაყვანად დაბრუნდებით. ყველაფერი კარგადაა, ძმაო. კარგადაა, სწორად დგას, ცურავს, კარგად გამოიყურება. კარგი, გადარჩება. ბიჭებო, ეგ წყეული ზვიგენი უზარმაზარია, ვერ ვიჯერებ ამას. მაგრამ აქვე კიდევ ერთი წითელყუდა კატათევზა დავიჭირეთ. ესეც პატარა, არა, აქედან ერთ-ერთი დიდი. კარგი, მივხვდი. კარგი, აი ესე ძმაო, ბოდიში. კარგი, მაგ ბიჭს აუცილებლად სახლში წავიყვანთ. აუში, ჩავაგდებთ იმ მეორესთან ერთად. და კიდევ ერთი ოსკარი დავიჭირეთ. ის ისეთი ლამაზი არაა, ამიტომ უკან აუში დავაბრუნებთ. აი ესე, ნახონდის. მისია წარმატებით შევასრულეთ, დიდი მტკნარი წყლის ზვიგენი დავიჭირეთ. თუმცა აქ კიდევ ერთი ზვიგენია. სულ 2 იყო, ერთი ალბინოსი და ერთი ჩვეულებრივი. და ჩვეულებრივი ბევრად დიდი იყო, ვიდრე ალბინოსი. როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ დიდი აუზია და
არ ვიცი სად არის ის. ვერ დავიჭირეთ, ასე რომ ალბათ მოგვიწევს დაბრუნება და მეორე ნაწილი გადავიღოთ. თუ გინდათ ეს ნახოთ, მითხარით. ეხლა კი ბიჭებო ისევ სავსე გვაქვს სატვირთო თევზებით და სახში მივდივართ რომ ჩემს ეზოს აუზებში გადაუშვათ ისინი. არ ვიცი, სად უნდა დავაბინაოთ ეს გიგანტური თკბილწყლიანი ზვიგენი, მაგრამ სახში რომ მივალთ იქ შევხვდებით. კარგი, ნახოთ როგორაა ზვიგენი. აჰა, კარგად გამოიყურება იქ. მაგრამ სანამ აუზში ჩაუშვებთ, გვაქვს ვედროსავსე ტყავის თევზებით და ყველასთვის უნდა ვიპოვოთ ადგილი. ეხლა silver dollar და პატარა ციტალკუდა კატათევზა წინა აუზში შეიძლება ჩაუშვოთ. ნახვანდის ბიჭებო. და ასევე ყავს ეს ალბინოსი პლეკოები. და წინა აუზში უკვე ბევრი ყავს. ასე რომ ვფიქრობ ეს იდეალური სახლი იქნება მათთვის. და რადგან ისინი გამრავლების ტყუილია, შეიძლება მომავალში ბევრი პატარა ალბინოსი პლეკო ყავდეს. და ოსკარისთვის, პატარა პლეკოსთვის, პატარა გურამისთვის და ციხლიდისთვის მათ საკარანტინო აუზში დავამატებთ. და ბოლოს, პატარა 12 დეზებისთვის კიდევ ერთი ციხლიდი ყავს. და ეს თევზიც, მასას ერთი თვალი აკლია, ამიტომ მასაც საკარანტინო აუზში დავამატებთ. ეხლა ბიჭებო, ორი დიდი თევზი ყავს, გიგანტური გურამი და დიდი ზვიგენი. და მგონია რომ მათთვის იდეალური ადგილები ვიცი. კარგი. პირველი ჩვენი გიგანტური გურამია, ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამ თევზის ზომას. მივდივართ ციხლიდების აუზთან. ეს აუზი ძალიან კარგად გამოიყურება ამ ახალი დიდი თევზებით. აი ბატონო გურამი, შეხედეთ რა დიდია. აი წავიდა. შეხედეთ რა ლამაზია ეს თევზი. აი გურამი და აი ორივე პაკუ. აი რაც აკლდა ამ აუზს, აკლდა დიდი თევზები. ეხლა რასაც გავაკეთეთ, დიდი ცისატყელასებრი ზვიგენი უნდა ავიყვანოთ და მასას ჩავამატებთ ციხლიდების აუზში. ბიჭებო, ჰო, ეს სიგიჟე იქნება. ღმერთო ჩემო, ეს ზვიგენი ისეთი დიდია, შეხედეთ. შეხედეთ, რამდენად დიდია ეს ზვიგენი. ძლივს ეტევა ბადეში. ო, წავედით. აი ისიც, ჩვენი დიდი ზვიგენი. კარგი, პირდაპირ აუზში ჩაუშვათ. მიდი დიდო ბიჭო, მიდი. დიახ, შევძელით. უზარმაზარი ცისატყელასებრი ზვიგენი, დიდი პაკუ, გიგანტური გურამი. ყველა ეხლა ციხლიდების აუზშია. და ისინი საოცრად გამოიყურებიან. შეხედეთ ამას. შეხედეთ მას პაკუს გვერდით. ო, ეს ძალიან მაგარია. კარგი ბიჭებო. კარგი, გიჟური დღე იყო იქსის აუზში. მაგრამ იქ კიდევ ბევრი თევზია, რომელიც უნდა გამოვიყვანოთ. ასე რომ თუ გინდათ რომ ისევ დავბრუნდე და მეორე ნაწილი გადავიღო, უბრალოდ ქვემოთ უნდა ჩამოსკროლოთ. დატოვეთ ლაიკი, გამოიწერეთ არხი ქვემოთ. შემდეგ ვიდეოში გნახავთ ბიჭებო, მშვიდობით.